რაც არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მე ჩვენ საწუწუნო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ რაც არ უნდა აღჭირდეს ჩვენ და სამედიცინო მომსახურება თუ დავგვიდები კლინიკებში ბევრად იაფე ვიდრე საზღვარგარეთ. სხვათა შორის ფსიქოლოგის მომსახურება ეს კოუჩ რაღაცა უფასოა. აი მაგალითად აი ინტერნეტში რა რომელ სახელს და გვარზეც არ დასერჩო. დაძებნო რა ფსიქოლოგი ყველა ვარიანტში ამოაღდეთ ფსიქოლოგს. თუ გინდა აი შეგვიძლია Google-ი რო გახსნა ბატონ გიორგი. აი დაუშვათ ჩვენ რომ აი ინტერნეტი რო გახსნა. ხო. საძიებო ინტერნეტი. აი ნებისმიერი სახელი და გვარი რო დავსერჩოთ, დავძებნოთ ჩემი აზრით ამოაღდებს ან ფსიქოლოგს ან ასტროლოგს. თორე ძალიან ბევრი არიან ბოლო პერიოდში. აი თუ ვინა მითხარით და ვინც გაარტყავს სასმელზე დავპატიჟებ. აი ნებისმიერი სახელი და გვარი. ოღონდ უნდა მითხრათ ვინ არის ფსიქოლოგია თუ ვინ არის. ნებისმიერი. გამოცანა ვითამაშო, მე მაინტერესებს დავთვალოთ რამდენი ვართ. მანანა ბერიძე, აბა ჩაწერი, მანანა ბერიძე. მანანა ბერიძე, ვინ იყოს მანანა ბერიძე? ფსიქოლოგი, აბა ფსიქოლოგი. დიახ. არის? ფსიქოლოგი არა, ფსიქოლოგი. რო ამოაღდოს, ფსიქოლოგზეც რო ამოაღდოს, ფსიქოლოგი ანა ბერიძე. ვერიდ მოგლეთ ნახევარჭიქაზე დაგფატიჟებ. გვარი გავარტყით. კი ბატონო, ჩემ სახელზე რა ქალბატონს თუ შეიძლება ნიმტანი მოვა და შევუკეთეთ რას გნებოთ სასმელი. ყურადღებით ხარ ხო ბატონო, აი ჩემ სახელზე თუ შეიძლება. კარგი, კიდე აბა გვაქვს ვინმეს ვერსია? ყოფილა. ანუ ბევრი არიან. ანუ ბერიძეები სერიოზულად მუშაობენ რა. კარგი, არის კიდე სხვა ვერსია რაღაცა. ფსიქოლოგი, ასტროლოგი და კოუჩები, ესენი მომრავლდნენ ძალიან. გვაქვს ვინმე ვერსია, ოღონდ ძალიან ცნობილი არა ეხლა. ზიგმუნდ ფროიდი არ თქვა. უკან გააქვთ რამე ვერსია? ხოჯანაშვილი, სახელი? ლაშა ხო და ვინ არის? ვინ უნდა იყოს? ფსიქოლოგი, აბა ნახეთ. ლაშა ხოჯანაშვილი. Professor, assistant, doctor of psychology. It's that adgit, ხო? მივესალმოთ გაარტყა, მე არ ვიცი ახლა. გეხვეწებით რა ინტერნეტი გათიშეთ. კარგით, მეორე სასმელი აგერ. ეხლა იცი რა არის, მე ვესწრები მალე დავამთავრო, თორე აქედან წავალ 2 კაპი გითხრები. კარგი, კიდევ 2. გვაქვს კიდე ვერსია. დავით გოგიჩაიშვილი. დავით გოგიჩაიშვილი, რომელ იმას მიაკუთვნეთ პროფესიას? დავით გოგიჩაიშვილი არის ერთი კოუჩი. კოუჩი, კომედიანი, წელიწამყვანი. მისი აღზრდილი ვარ სხვათა შორის მე. მიშა ანდღულაძე, არ ვიცი რაში გადის. ერთხელ მახსოვს სამსახურში ხო არის სამსახურში სხვადასხვა ერთხელ ეგ დიალოგი გქონდა ვითომ დაცინვა მოვიდომე თანამშრომელი და ვეუბნებოდი რომ მეთქი ვირალოსაც თამაშობ თქო რა კომედი შოუში თქო ისეთები ხარ თქო აი მაგალითად შენ იმას თამაშობ აფერის ცხოვრებაში ცოტა აფერისტი ხარ თქო შენ გიშ თამაშობ ცოტათი გიჟი ხარ თქო და მე რო ვიღაცა მეთქი შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ თუ გაარკვიო მართალი იყო ვეღარ მოუგება ბრძოლა კარგით არა დავით გოგიჩაიშვილი ხო ვიცი ცნობა ესახა ისეთი არ უნდა იყოს ცნობადი მაგრამ რაღაცა პატივისცემა იქნება არ მოიწყინოთ სხვა ვერსია მითხარით ვინ სილვა კაზარიანი ეგ რაღაცა სერიალის ის იქნება აი იყოს სილვა კაზარიანი ვინ უნდა იყოს რო ამოვაგდოს წამყვანი ქართული ფსიქოლოგიის დამფუძნებელი უზნაძესთან ერთად რო აღმოჩნდეს ეგ არის უცნაური შემთხვევა ვიცი ცნობადობის უცნაური შემთხვევები სულ არის მე ერთხელ მქონდა უცნაური შემთხვევა ძალიან ღამე იყო და გამისკდა საბურავი და ხელოსანი მოვიდა და სულ მიხარია რომ მე ეხლა მიცნობს დავეხმარება რაღაცა და მაინც მაშინ ვერ მიცნო ერთხელ გეგიდა ცხონებული ოთარამიშვილი მუსიკოს გიტარაზე ჩვენ და სტუმრად იყო ამის სული დგას ოთარ იცანი ესა ჩემზე მონება დგავარ დებილივით ეხლა როდის მიცნობს მიგულ იცანი ესა ჩვენი ლექსენი
რადგან ჩვენ სახელით და გვარებს